მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო. მე ვარ ბატონი დიმიტრი, კატოს ბაბუა და ეთერშია თეთრი კარავი. ჩვენი დიდი ოჯახის გადაწყვეტილებით დღეს მე წავიყვან გადაცემას, რადგან ის ხმოვანი წერილები, რომლებიც ამ ბოლო დროს მივიღეთ, ძალიან სერიოზულ პრობლემებზეა და ამჯერად სჯობს ბავშვები მოვარიდოთ ასეთ თემებს. ხომ გახსოვთ? ჩემმა შვილიშვილმა კატომ და მისმა მეგობრებმა თეთრი კარავი უფროსების დასახმარებლად გამოიგონეს და მიზანი უკვე მიღწეულია. უკვე იმდენ ადამიანს მოუგვარდა პრობლემა. შეგახსენებთ, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ როგორც ხმოვანი, ისე ჩვეულებრივი წერილები და ასევე დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში. გამარჯობა, ისმის ჩემი ხმა? დიახ, ისმის. გისმენთ ქალბატონო, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ, მე თინა ვარ. იცით, სად არ დავრეკე და ვის არ მივმართე, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოყვა ჯერჯერობით. ახლა გავიგე თეთრი კარავი პრობლემებს აგვარებსო და გადავწყვიტე თქვენთანაც ვცადო. დიახ, გისმენთ. ქალბატონო თინა, გისმენთ. ვეცდებით დაგეხმაროთ, გისმენთ. ძალიან აღელვებული ვარ და შეიძლება კარგად ვერც გადმოგცეთ რისი თქმაც მინდა, მაგრამ ასე ჩუმად ვეღარ ვიქნები. მისამართს არ ვამბობ, შეგნებულად არ ვამბობ, თუ ვინმე დაინტერესდებით, თეთრ კარავში დავტოვებ ჩემს ნომერს. მოკლედ, ჩემს პირდაპირ კორპუსში ცხოვრობს ახალგაზრდა ოჯახი. დედა, 3 მცირეწლოვანი შვილი და მამა. ქალი მთელი დღე მარტოა ბავშვებთან. უვლის, ეთამაშება, სადილს აკეთებს, აჭმევს, ასმევს, წიგნებს უკითხავს. ძალიან ახლოს არის ჩვენი კორპუსები და თითქმის ყველაფერი ჩანს ჩემი ფანჯრებიდან. ისეთი საყვარლები არიან, იმათ ყურებას არაფერი სჯობს. უფროსი ბიჭია, უმცროსები ტყუპი გოგონები. საღამოს, როცა ქმარი ბრუნდება სახლში, ბავშვების მამა, არ ვიცი მერე რა ხდება. ისაფარებს ფარდებს თუ ამ ქალს რცხვენია, ისეთი წივილ-კივილის გინების და ლეწვა მტრევის ხმა ისმის მათი ბინიდან. გაგიჟდებით. არ ვიცი რა ხდება, როდემდე შეიძლება ასე ჩუმად ყოფნა, ვის მივმართო, მართლა არ ვიცი. თან ეს ერთხელ და ორჯერ კი არა, უკვე თვეები გრძელდება, თვეები. ვახ, რას ამბობთ? კარგი, ქალბატონო თინა, დაგვიტოვეთ თქვენი კოორდინატები და ვეცდებით დაგეხმაროთ. გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. ახლა სრულიად შემთხვევით მოვისმინე საშინელი ამბავი. მე გახლავართ მაია, პროფესიით იურისტი, ქალთა უფლებადამცველი. დღესვე შეგხვდებით ქალბატონო თინა და გპირდებით ამ ამბავს არ დავტოვებ რეაგირების გარეშე. დიდი მადლობა თეთრ კარავს, რომ ჩვენამდე მოიტანა ეს ამბავი. ყველა მიბაძეთ ქალბატონ თინას და გახსოვდეთ, რომ თითეული მოქალაქის ვალია ნებისმიერი სახის ძალადობა, რომლის შესახებაც ინფორმაცია გექნებათ, გაავრცელოთ, რომ არც ერთი მოძალადე დაუსჯელი არ დარჩეს. ამით უამრავ ადამიანს დავეხმარებით და ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადავარჩენთ. შენაგაშენა ღმერთმა. ვფიქრობდი, როგორ დავეხმაროთ ამ ქალს მეთქი და აგერ ბატონო. აი, ისე ვიღაც რეკავს. თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ? გამარჯობა, მე გვქვია ირინა. დღეს პირველად გისმენთ და არ ვიცი ეს ფაქტი რამდენად არის ძალადობა, მაგრამ მაინც მინდა რომ რაღაც მოგიყვეთ. ჩემს მეზობლად ცხოვრობს არაჩვეულებრივი გოგონა. არც იმის და არც ჩემს სახელს არ ვამბობ, რა ვიცი, მაინც მეშინია უფრო მეტი პრობლემები არ შევუქმნა. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ერთი პატარა ლამაზი სოფლიდან გიკავშირდებით. ზუსტ მისამართს კი თეთრ კარავში დავტოვებ. მოკლედ, ამ ჩემმა მეზობელმა გოგონამ წელს დაამთავრა სკოლა და უმაღლესში აპირებდა სწავლის გაგრძელებას, მაგრამ მშობლების გადაწყვეტილებით ათხოვებენ. წარმოგიდგენიათ, ყოველდღე ვხედავ, როგორი მოწყენილი და დათრგუნული დადის.
მეზობლებდანაც აუგზავნეს ურთიერთობა და სკოლის ბანკეტზეც კი არ გაუშვეს. ეტყობა იმის შიშით, რომ მასზე ვინმე გავლენა არ მოახდინოს. გუშინ ვნახე, რომ Facebook-იც კი გაუუქმებია და გადავწყვიტე დავეხმარო. აქ მეც ვერ ვიტყვი. უფრო მეტ ინფორმაციას და ჩემს საკონტაქტო ნომერს თქვენს მისამართზე გამოვაგზავნი. იქნების ქალბატონიც მაია ქვია, ხო? ქალთა უფლებების დამცველი, დაგვეხმაროს, მაგიტომ უფრო დავრეკე. დიახ, ქალბატონო მაია, ისევ გესმით? იქნებ აი, გონი გვირეკავს. დიახ, გისმენთ. ქალბატონო მაია, თქვენ ხართ? დიახ, მე გახლავართ, გისმენდით და დღეიდან თქვენი აქტიური მსმენელი ვიქნები. ქალბატონო ირინა, სწორედ მოიქეცით, რომ არ დამალეთ ეს ამბავი. არავის აქვს უფლება ვინმეს რამე დააძალოს. მით უმეტეს გათხოვება სწავლის სანაცვლოდ. თანაც ასეთ ადრეულ ასაკში. დღესვე გამოვართმევთ თეთრ კარავში თქვენს მისამართს და უახლოეს დღეებში მოვახდენთ რეაგირებას. გახსოვდეთ და გქონდეთ ჩვენი იმედი. ჩვენი დრო ამოიწურა, ძვირფასო მსმენელებო. შევხვდებით ერთ კვირაში. იმედი ვიქონიოთ, რომ კარგი ამბებიც გვექნება. აბადროებით. გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე. მოგესალმებით, მეგობრებო. მე გახლავართ ბატონი დიმიტრი, კატოს ბაბუა და ეთერშია თეთრი კარავი. დღეს უკვე მეორედ მიმყავს გადაცემა და მართალი გითხრათ, ისე აღარ ვნერვიულობ. წინა ეთერი ცოტა მძიმე კი იყო, მაგრამ მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ ქალბატონი მაია, ქალთა უფლებების დამცველი, უკვე აგვარებს იმ პრობლემებს, რაზეც ერთი კვირის წინ შევიტყვეთ. ასე რომ გქონდეთ ჩვენი იმედი. ახლა კი ხმოვანი წერილი უნდა მოგასმენინოთ, რომელიც დაწყებითი სკოლის პედაგოგმა, ქალბატონმა იამზემ გამოგვიგზავნა. მოგესალმებით. მე გახლავართ დაწყებითი სკოლის პედაგოგი ქართლიდან, იამზე მასწავლებელი. თეთრი კარავის აქტიური მსმენელი ვარ და ძალიან მომწონს, რომ აქ ადამიანებს შეუძლიათ გულწრფელად მოყვნენ თავიანთ პრობლემებზე. სადგივარზე, თავად ვარ მოწმე, როგორ მოგვარდა რამდენიმე ისეთი საკითხი, ერთი შეხედვით ძალიან რთული რომ ჩანდა. მაგრამ დღეს პრობლემებზე ლაპარაკს არ ვაპირებ. მინდა რომ ჩემი სადამრიგებლო კლასის შესახებ გიამბობთ და თქვენი რჩევებიც მოვისმინო. იმედი მაქვს, ამ თემას აუცილებლად ეყოლება გულშემატკივარი. ძალიან ხშირად ვხედავ სოციალურ ქსელში ჩვენი თანამემამულეების დადებულ ფოტოებს. ზოგს რომელი ქვეყნიდან და კომენტარებს. რა საოცრებაა, რა ზღაპარში ხარ, რა სამოთხეში ხარ. მეგობრებო, ჩვენი ქვეყანა რომელიმე სხვაზე ნაკლები სამოთხეა? არა. მაგრამ სამწუხაროდ დღეს ბევრი ისე მიემგზავრება საზღვარგარეთ, საკუთარი ქვეყანა არ აქვს ნანახი და რა გასაკვირია, რომ უცხოზე გაგიჟდეს და გადაირიოს. ამაში მე ახალგაზრდებს არ ვადანაშაულებ. იქნებ ართმშობლების ბრალია. ამ მძიმე სოციალურმა პირობებმა მხოლოდ ერთი მიმართულებით წარმართა მათი მიზნები, რომ საჭმელ სასმელი არ მოაკლდეთ მათ შვილებს. არადა სულიერი შიმშილი, ხომ ფიზიკურ შიმშილზე არანაკლებ საგანგაშოა. მე ჩემი მოსწავლეები ყოველ შაბათ-კვირას დამყავს ისტორიული ძეგლების მოსანახულებლად. იცით მარტო ქართლში რამდენი რამ არის სანახავი. ჩვენ მხარეს რომ ბოლომდე მოვივლით, მერე სხვა კუთხეების მონახულებაც გვაქვს გეგმაში. ვიცი სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ ჩემი მთავარი მიზანია რომ ბავშვებს პატარაობიდან შევაყვაროთ ჯერ თავისი კუთხე, მერე კი მოვატაროთ, ვამოგზაუროთ საკუთარ სამშობლოში, რომ საკუთარი ქვეყნის გამოც ჰქონდეთ სიამაყის განცდა. ეს იყო ჩემი სათქმელი. დიდი მადლობა. ვეთანხმები ამ ქალბატონს და მგონი უკვე ვიღაც გვეხმიანება. დიახ, გისმენთ? თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით ლაგოდეხიდან. ეს რა კარგი იდეა მოგვაწოდა ამ არაჩვეულებრივმა ქალბატონმა იამზემ. მეც პედაგოგი გახლავართ და ჩემს მოსწავლეებთან ერთად ჩვენც გვაქვს მოვლილი ჩვენი მხარე.
მაგრამ ამ უსახსრობის გამო სხვაგან ვერ ვახერხებთ წასვლას. კაი ჯანდაბას ერთ ავტობუსს როგორმე დავიქირავებდით, მაგრამ სასტუმროს ხარჯებს ნამდვილად ვერ შევძლებთ. ამიტომაც ჩვენ ვიქნებით პირველები და გეპატიჟებით ლაგოდეხში. მეც დაწყებით ის პედაგოგი ვარ და ჩემი სადამრიგებლო კლასის ბავშვები თავიანთ ოჯახებში გაგიწევენ მასპინძლობას. ერთი კი არა, ორი დღეც არ ეყოფა აქ იმდენი რამეა სანახავი. ჯერ მარტო ლაგოდეხის ნაკრძალი რატყირს, აბა ველოდებით თქვენ გამოხმაურებას. დიახ, გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მე პენსიონერი ქალი ვარ რაჭიდან, ნათელა ვარ თქვენ შემოგევლეთ პენსიონერი 68 წლის ონიდან. ჩამოვბრძანდით ჩვენთან ონში მასწავლებლები, მოსწავლეები, გინდა ჩემსავით პენსიონერები, ყველას გამოგიძებნით დასარჩენს, აბა რა, სხვა თუ არაფერი გვექნება ლობიანებს მაინც დაგიცხოვთ. აქ კიდე სანახავის მეტი რა არის, მაგას რა ჩამოთვლის, ბარაკონს გაჩვენებთ, ნიკორწმინდას, უწერას, შაორის ტბას, გელოდებით კეთილი გულით. ამას ქვია სიკეთე გადამდებიაო. უცებ რამდენ ადამიანს მოუნდა მასპინძლობა. გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. აუ, თუ არ შეწუხდებით რა, ერთი ლობიანის რეცეპტიც რომ გკითხოთ იმ ქალბატონს რაჭიდან. ნამდვილი რაჭული ლობიანის რეცეპტი მინდა. თორემ ნამცხვარს რო გავს ეგეთებს მეც კი ვაცხობ. კი გენაცვალე, დიდი სიამოვნებით. ახლა ჩვენი დრო სამწუხაროდ უკვე ამოიწურა, მაგრამ შემდეგ შეხვედრისას პირობას გაძლევთ, რომ პირდაპირ ლობიანის რეცეპტით დავიწყებთ. აბა, მომავალ შეხვედრამდე. მოგესალმებით, ძვირფასო მსმენელებო. ერთი კვირა გავიდა, მე ვარ ბატონი დიმიტრი და ჩვენ ისევ პირდაპირ ეთერში ვართ. ახლა მინდა მოგასმენინოთ შეპირებული საუკეთესო ლობიანის რეცეპტი. მოგესალმებით. დღეს მოვამზადოთ კლასიკური ტრადიციული ლობიანები. ამისათვის დაგვჭირდება პირველ რიგში ცომი, გამოვიყენოთ ჩვეულებრივი საფუარიანი ცომი, 800 გრამ ფქვილი დაგვჭირდება, 1 სუფრის კოვზი საფუარი, 1 ჩაის კოვზი შაქარი და მარილი კოვზნახევარი. ასევე 9 ლიტრი თბილი წყალი. ეს ყველაფერი გადაურვებთ ერთმანეთში კარგად, რომ გავაერთიანოთ მასა. ფქვილი ბოლომდე გამოიყენეთ, 800 გრამზე მეტი ფქვილი არ დაგჭირდებათ. ბოლოს უნდა ჩაზილოთ ზეთით, თვალის ზომით უნდა აკონტროლოთ ზეთის ნორმა. და საშუალოდ 10 წუთი უნდა მოცულოთ, რათა გამოვიდეს ელასტიური ცომი. კარგად მოზელილი, რასაც ქვია, რომ ლობიანების წყობისას გემრიელი გამოვიდეს ლობიანი. ჩვენი მოზელილი ცომი დაასვენეთ, გადააკარით პარკი და გააჩერეთ ბლადგლას, რათა აფხუდეს. ამასობაში მოვამზადოთ გულსართი, მე მოვხარშე მინდვრის ლობიო, ძალიან გემრიელი იყო და მე მიყვარს ლობიანში ხახვი, ამიტომაც ერთი თავი ხახვი დავჭერით წვრილად ძალიან და მოვთუშე ზეთში. თუ თქვენ არ გიყვართ ლობიანში ხახვი, ამ შემთხვევაში ხახვს რომ მოვთუშავთ, გადაწურეთ ზეთი და მხოლოდ გამოიყენეთ ეს არომატული ზეთი, რომელსაც ხახვი მისცემს თავის არომატს და ძალიან უხდება. ასევე უნდა დავუმატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით. მე ამ შემთხვევაში სხვა დამატებითი არანაირი სუნელი არ გამომიყენებია. და მოუზილე ესეც კარგად უნდა გადაურიოთ ერთმანეთში, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. და გეტყვით ერთ საიდუმლოს, გული არ დაგეშლებათ, ცალ-ცალკე არ წავათ, თუ ლობიოსთან ერთად მოხარშავთ ერთ კარტოფილს და გაატარებთ ამ კარტოფილს საერთო მასაში გადაურევთ. იქნება ერთგვაროვანი მასა. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის. შენაგაშენა ღმერთმა. გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა, მე ირმა ვარ 42 წლის. ბავშვობიდან წერ ლექსებს, მაგრამ არ მიბეჭდავენ. სადაც არ გავაგზავნე, ყველგან უარით გამომისტუმრეს. თან მეუბნებიან ძალიან კარგი ლექსებიაო, მაგრამ აი თქვენთანაც ვაგზავნი. ეს ლექსი გუშინ დავწერე. დიახ, გისმენთ, ვეცდებით დაგეხმაროთ, გისმენთ. სახლი ქუჩის ბოლოს.
მე მარტოობის სევდამ დამრია ხელი, ამ ქუჩის ბოლოს ის სახლი დგას შენ რომ გელოდა. და ახლაც გელის და დარდობს, იქნებ ვეღარ ცნობ ნაცნობ ადგილებს, იქნებ შენც მეძებ, მაგრამ არ გახსოვს სად დგას ის სახლი. ამ სახლს კი ახსოვს ყველაფერი, შენი თვალები, შენი ხელები, მას შემდეგ ბევრი გავიდა წელი, გელი იქ სადაც ბევრი წელი გელოდი. კიდევ ერთი ლექსი მინდა წაგიკითხოთ. კი გენაცვალე, დიდი სიამოვნებით. უსათაურო. ორი პატარა გოგო ეზოში დახტის ახლა. მახსოვს მეც მქონდა ერთ დროს სწორედ ასეთი კაბა, მთელი ქვეყანა ჩემი მეწყო მეგონა ალბათ. მერე თანდათან თითქოს სულ ყველაფერი გაქრა, ორი პატარა გოგო ეზოში დახტის ახლა. მახსოვს მეც მქონდა ერთ დროს სწორედ ასეთი კაბა. დიდი მადლობა რომ ჩემი ლექსი ეთერში გაუშვით. შეგახსენებთ, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ როგორც ხმოვანი, ისე ჩვეულებრივი წერილები და ასევე დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში. ჩვენი დრო ამოიწურა, ძვირფასო მსმენელებო. შევხვდებით ერთ კვირაში. იმედი ვიქონიოთ, რომ კარგი ამბებიც გვექნება. აბა დროებით. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.